ჩვენი პირველი პირდაპირი ჩართვა ევროპა-ბეთიდან ნახოთ როგორ გადანაწილდა ფსონები გიორგი ჯანელიძე და ირაკლი ვახტანგიშვილი. მოგესალმებით თქვენ და თქვენ სტუმრებს ევროპა-ბეთის სახელით პაბ რესტორან შატროდან, რომელიც მდებარეობს კუსტბის ასახვევში ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. გიორგი, რა სიტყვით გამანდელ თამაშს? მე მგონი რომ იტალიის გავარდნა ესპანეთის და ინგლისის შემდეგ ძალიან დაარტყამს ქართულ სარესტორნო ბიზნესს, იმიტომ რომ ძირითადად ამ გუნდის გულშემატკივრებით იყო სავსე რესტორნები ტელევიზორიდან როგორ ჩანდა. ისე კი მეიტრაო გულშემატკივარსაც მე მოვუწოდებ რომ შეუძლია მოგვიგვანდეს პაბ რესტორან შატროში და დიდ ეკრანზე უყუროს თავის გუნდის თამაშს. რაც შეეხება ევროპა-ბეთში შემოსული ფსონების პროცენტულ გადანაწილებას, დღეს ესე გადანაწილდა იაპონია კოლუმბიის თამაშზე გულშემატკივრის 15% თვლის რომ გაიმარჯვებს იაპონია, 11% თვლის რომ თამაში დასრულდება ფრედ, ხოლო 74% თვლის რომ გაიმარჯვებს კოლუმბია. საბერძნეთი კოტ-დივუარის პარალელურ შეხვედრასაც შეეხება, აქ 9%-მა დადო საბერძნეთის გამარჯვებაზე, 6-მა ფრედზე, ხოლო 85-მა კოტ-დივუარის გამარჯვებაზე. ასევე შეგახსენებთ, რომ ცოცხალ რეჟიმში მოთამაშეებს შეუძლიათ დამატებით 300-მდე პოზიციაზე ითამაშონ თითოეულ თამაშს. და ასევე გეტყვით დღის სპეციალურ ფსონებს, პირველი გახლავთ, რომელი გუნდის მეკარე შეეხება ბურთს პირველი და მეორე, იქნება თუ არა მატჩებში გამოუყენებელი პენალი. და კიდევ ვიტყვი, რომ სულ მალე ევროპა-ბეთი გაათამაშებს ახალ ავტომობილ იაგუარს, რომლის გათამაშების დეტალებსაც თქვენ ევროპა-ბეთის ვებგვერდზე იხილავთ. დღეისთვის სულ ეს იყო სასიამოვნო საფეხბურთო საღამოს გისურვებთ. დიდი მადლობა გიორგი ჯანელიძე და ირაკლი ვახტანგიშვილი გვერდთვებოდნენ.